ბიზნესი ახმაურდა და ისე ახმაურდა, რომ გაჩუმებას აღარ აპირებს, ვიდრე არ შესრულდება ის მოთხოვნები, რამაც ისინი გარეთ გამოიყვანა. სტარტერზე გვაქვს პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ძირითადი კერძი არის ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და დესერტზე, რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაცია. აი ასე მარტივად გასაგებ ენაზე დაიწყეს საუბარი, რომ იქნებ მათი სათქმელი მივიდეს ადრესატამდე, ქართულ ოცნებამდე. დღეს საკუთარი პოზიციის გამოხატვა იმ სფეროს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომელიც ქვეყნის კულტურისა თუ იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შეფმზარეულები და სტუმარ მასპინძლის სფეროს წარმომადგენლები სიმბოლურად ეგრეთ წოდებულ დეზერტირების ბაზართან შეიკრიბნენ. ვინ თუ არა მათ კარგად იციან, როგორ უარესდება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ წლების მანძილზე, რომ ჩვენი ქვეყანა გაეცნო მსოფლიოს დასავლეთს და ახლა ვართ რეალური საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან მხოლოდ ჩამოვლენ ჩრდილოელი სტუმრები და მოძებნიან მხოლოდ სახინკლეებს. ყველაფერს ვაკეთებთ იმის, რომ ეს ჩვენი ქვეყანა გავიტანოთ, ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავაცნოთ. შევაყაროთ იმის დროს შემდეგ აქ ჩამოვიდან ძირითადად გვინდა რომ ვიყოთ ისეთი გაიდების შემომყვანები როგორც არის მიშელინი როგორც არის გოემი რომელიც აქ არის მაგრამ ამ სიტუაციაში შეიძლება გავიდეს გვინდა რომ ევროპული სტანდარტით ვიმუშაოთ და არა საბჭოთა ბუფეტჩიკებით. დღეს თბილისის ქუჩებში მხოლოდ რესტორატორები არ გამოსულან. ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად და ქართული ოცნების გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად მსვლელობა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმაც მოაწყვეს. ვერ ვხედავთ პროგრესს, არავითარი გზა, ხიდი, საჯარო და კერძო სექტორს შორის სალაპარაკოდ აღარ არსებობს. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ეს კომპანია ლამპინოს ვიდეო პერფორმანსია, ასე გამოხატა მისმა დამფუძნებელმა ის ვითარება, რომელიც საქართველოში ქართულმა ოცნებამ შექმნა. მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა, დაშინება და მათზე ძალადობა აისახა საახალწლო ბარათზეც. ლამპინო იმ რამდენიმე ასეულ კომპანია შორის არის, რომელმაც უარი თქვა მერიის საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. საშობაო განწყობა არ ვიცი მე პირადად არ მაქვს და თან რაღაც ეს ისეთი დღესასწაულია ხო ეს რაღაც სიმბოლურია ეს ყველაფერი რასაც აღნიშნავთ ხო ახალი წელიც და შობაც ეს ყველაფერი და რაღაც ახალთან კარგთან დადებითთან სიახლესთან და რაღაც დასაწყისთან ასოცირდება და რეალურად არ გვაქვს ქვეყანაში ახლა ის მომენტი რომ ეს განწყობა და განცდა გქონდეს. თბილისის მერიის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობა დღეს მონაცემებით 400-ზე მეტმა მცირე მეწარმემ თქვა. ეს გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღეს იმის მიუხედავად, რომ მათი უმეტესობისთვის ამ ღონისძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის რეალიზაციისთვის. მას შემდეგ, რაც საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობაზე ბევრმა მცირე მეწარმემ უარი თქვა, გაჩნდა ახალი იდეა. როგორმე დახმარებოდნენ მათ, ასე შეიქმნა ახალი ონლაინ პლატფორმა. თუ საახალწლოდ საჩუქრების შეძენა გსურთ, შეგიძლიათ ამ გვერდზე მოძებნოთ სასურველი ქართული პროდუქცია. ნათია ზავრაშვილის ინიციატივით გაკეთდა ვებ პორტალი, რომლის დიზაინზეც ვიმუშავე მე, თვითონ ვებ გვერდზე პროგრამულად უზრუნველყო ბერელ ომსაძემ. ვებ გვერდზე შეუძლია დარეგისტრირდეს ნებისმიერ ადამიანს, ერთადერთი ნებისმიერ მეწარმეს, უბრალოდ ერთადერთი მოთხოვნა რაც არის, უჭერდეს ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს. და თავისთავად ჩვენთან ერთად იზიარებდეს იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც ყველა ჩვენთაგანს აქვს დღესდღეობით. ბიზნესმენებმა კიდევ ერთი ონლაინ პლატფორმა შექმნეს, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი ხელმოწერით იმ განცხადებას იზიარებენ, რომლითაც ახალ არჩევნებს და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. ბიზნეს კომუნა გაერთიანებული არის ამ ორი ძირითადი მოთხოვნის გარშემო და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დაახლოებით დღენახევარში პლატფორმის გაშვებიდან უკვე 1100-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა სურვილი, რომ შეუერთდეს ამ პლატფორმას.
ხელისუფლებას ემიჯნება ყველა, ვინც საქართველოში დოვლათს ქმნის და ბიუჯეტს ავსებს. მათი თქმით ის, რომ ქვეყანა და ბიზნესიც აქამდე მივიდა, გარკვეულწილად იმის შედეგი არის, რომ ხმამაღლა და ასე ერთხმად არ საუბრობდნენ ამ სფეროს წარმომადგენლები იმ პრობლემებზე, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის დროს შეიქმნა. ბიზნესმენების თქმით, ხშირად მათი დუმილის მიზეზი ის იყო, რომ თავს დაუცველად გრძნობდნენ, რადგან ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ამიტომ ბევრი გაჩუმებას ამჯობინებდა, მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ ამჯერად დუმილი დანაშაულია. როდესაც მთავრობამ გააჟღერა, რომ ეს პროცესი უნდა გაიყინოს 28 წლამდე, ეგ ჩემთვის გაუგებარია. ამის გაჟღერება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქართველი ერის არჩევანია და კონსტიტუციაში გვიწერია, ანუ როდესაც ეგეთ რაღაცას აჟღერებ, ანუ ფაქტიურად კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გადიხარ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიზნესმა ეს იმ წუთშივე იგრძნო, იმიტომ რომ ეს პროცესები თუ ესე განვითარდა, შესაბამისად არა მარტო ბიზნესი, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება ქვეყანაში. კულმინაციას მიაღწია ნაბიჯებმა, რომელმაც განაპირობა ერთობლიობაში ის, რომ გადაწყვიტა ბიზნესმა რაღაცნაირად შეკრული იყო და ერთობლივი განცხადება გაეკეთებინა, ერთობლივი პოზიცია დაეფიქსირებინა და ძირითადი, რა თქმა უნდა, ეს არის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა საიდკენ მიდის, არავინ არ იცის ახლა, ხო, ანუ ერთი მხრივ ვიზახით ევროპაში მივდივართ, მაგრამ ყველაფერი საწინააღმდეგო კეთდება ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯებს ჩვენ ვერ ხედავთ. ძალიან წუხვა, რომ აი აქამდე მოვედით, რომ მოგვიწია ესე თქვათ რაღაცებზე საუბარი, რაც ჩვენი აზრით ჩვენი მთავარი მიზანი არის საკითხის დეესკალაცია. ნორმალიზებისთვის იქნება საჭირო, რომ აღჩატარდეს ახალი არჩევნები რა. შესაბამისად და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს ის ბავშვები, ის რა ვიცი, ჩვენი შვილები და ჩვენი შვილის მეგობრები შეხვდნენ სახლში. იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების განცხადებას უერთდება, უკვე 1000-ს გადასცდა, თუმცა ჯერ ოფიციალურად 500-მდეა დარეგისტრირებული. მათ შორის არიან მსხვილი კომპანიები. სულ რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდება, ვინ იზიარებს მათ მთავარ მოთხოვნებს, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ახალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ვინ რჩება არალეგიტიმური ხელისუფლების გვერდით და მათი პროპაგანდის მხარდამჭერი.